სალამი ჩემო ტელი და YouTube მაყურებელო, მე რუსკა ვარ და ეთერშია სავალდებულო ყოველდღიური ნიუსი თავისუფალ არხზე და YouTube-ზე. თუ ეს არხი, ანუ თავისუფალი არხი თქვენს ტელევიზორში პირველად გამოჩნდა და გაგიკვირდათ, უიეს რა მოხდაო, მოგახსენებთ რომ ამიერიდან გირჩის არხს რეგიონებშიც უყურებთ ხოლმე, ამიტომ შეგიძლიათ ყოველდღე დაელოდოთ ჩვენს სავალდებულო ნიუსს და უყუროთ. სანამ ნიუსებზე გადავალ, ხშირად მიწერთ ხოლმე კომენტარებში, რატოა კაცო ეს ნიუსი სავალდებულო, ვინმე გავალდებულებს? ეხლა მოგიყვებით რატომ არის სავალდებულო. მარეგულირებულ კომისიას, რომელიც ტელევიზიებს აკონტროლებს, აქვს ესეთი რეგულაცია, რომ თუ ტელევიზია გაქვს, უნდა გაუშვათ დღეში 10 წუთი ნიუსი. თავიდან ფიქრობდით, რომ რა გავუკეთოთ ამ რეგულაციას, რომ არ მოვიდეს მარეგულირებელი და არ დაგვაჯარიმოს და საბოლოოდ მე და ჰერმანმა მოვიფიქრეთ, რომ გაგვეკეთებინა ჩვენი სავალდებულო ყოველდღიური ნიუსი, რომელსაც სხვა შორის ვალდებულებით არ ვაკეთებთ. ძალიან გვეხალისება, მაგრამ ასე დავარქვით. ახლა გადავიდეთ სიახლეებზე, წარმოგიდგენთ ანონს დღევანდელი დღის. ამერიკა საქართველოს 95 მილიონზე მეტ დაფინანსებას უჩერებს. კობახიძის ვიზიტი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, თეირანში თავდასხმისას ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. პრემიერი ახალი სტადიონის აშენებას აანონსებს. ახალი სტადიონის აშენებასთან ერთად ნადგურდება გელათის ფრესკები. საქსტატი გვატყობინებს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, თუმცა ჯიბეზე არ გვეტყობა. უცხოეთის სიახლეები, არგენტინისა და ვენესუელის ურთიერთობები, სპორტის ამბები, კერძოდ პარიზის ოლიმპიადა და ბოლოს, რა თქმა უნდა, ამინდი. დავიწყოთ პირველი სიახლით, ამერიკა საქართველოს 95 მილიონ დოლარზე მეტ დაფინანსებას უჩერებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. გიკითხავთ ამონარიც მისი წერილიდან. 23 მაისს საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოვაცხადა. ამ განხილვის შედეგად შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელიც პირდაპირ სარგებელს საქართველოს ხელისუფლებას მოუტანდა. საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები ევროკავშირსა და ნატოს წევრობის ნორმებთან შეუთავსებელია. მანამ სანამ ჩვენ ამ ქმედებების გამო საქართველოს ხელისუფლების დახმარებას ვაჩერებთ, აშშ აგრძელებს იმ პროგრამებსა და აქტივობების დახმარებას, რომელიც უშუალოდ ქართულ ხალხს მოუტანდა სარგებელს, აცხადებს ბლინკენი. გადავიდეთ დღის ყველაზე განხილვად სიახლეზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თეირანში დაესწრო ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშკიანის ინაუგურაციას, რომელიც ირანის პარლამენტში ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ირანის ახალი პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებით აირჩიეს, მას შემდეგ რაც მოქმედი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა, ასე უპასუხა პრემიერმა დღეს ჟურნალისტების კითხვას, უქმნიდა თუ არა უხერხულობას ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ყოფნა, რომელმაც ფიცი შეძახილების სიკვდილი ამერიკასა და ისრაელის ფონზე დადო. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, რა უხერხულობა უნდა ვიგრძნო, აცხადებს კობახიძე. აქ ჯოზეფ ბორელის წარმომადგენელიც იყო, ასევე სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩვენ დასავლეთთან ურთიერთობა გვინდაო, დასავლეთიც აცხადებს, რომ ჩვენ სომხეთი გვინდაო და ამ დროს ფაშინიანიც იყო იქ წარმოდგენილიო და მარტო მე რას მერჩითო ესეთი კითხვა დასვა კობახიძემ. რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიებიო? სომხური მთავარი არხიო, ტევ პირველიო, სომხური ფორმულაო და რატო არ დაგმეს ფაშინიანის ვიზიტიო? ეს იმიტომ, რომ სომხური მთავარი არხისთვის და სომეხი ლომჯარიასთვის თავიანთ პატრონებს დავალებები არ მიუციათო, აღნიშნა ჩვენმა პრემიერმა. მოკლედ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ირანი და ჩინეთი არის ჩვენი პარტნიორი, დასავლეთ ამერიკას და გლობალურობის პარტიას ვებრძვით და გადავდივართ შემდეგ სიახლეზე. ბარემ ირანი და ინაუგურაცია გქონდა ნახსენები, შესაბამისად ამ სიახლით გავაგრძელებ, რომ თეირანში თავდასხმისას ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰამასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი ლიდერი საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა თეირანში, მას შემდეგ რაც ის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა ირანის ახალი პრეზიდენტის. ალბათ ეს გლობალური ომის პარტიის გაკეთებულია და მე მგონი საერთოდ ჩვენი პრემიერი გადარჩა, მაგრამ თორე ხო შეიძლება და ის ყოფილიყო ამის ადგილას. ესე იტყვის ალბათ ჩვენი პრემიერი მომავალ კომენტარებში. სხვათა შორის ისრაელმა ჰანიესა და ჰამასის სხვა ლიდერების ლიკვიდაცია მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჰამასმა 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთზე იერიში მიიტანა. ირანში ჰამასის ლიდერის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია და ჯერჯერობით ისრაელის მხარის მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებია, ამიტომ უბრალოდ ვიზიარებ ირაკლი კობახიძის მწუხარებას და გადავდივართ შემდეგ სიახლეზე, რომელიც ისევ ირაკლი კობახიძეზეა. როგორც იცით, ჩვენს პრემიერს დღე და ღამე არ სძინავს ჩვენს ქვეყნის
ქვეყანაზე ფიქრით და გარდა იმისა, რომ ალაგებს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს ჩინეთთან, ირანთან და ასე შემდეგ, ზრუნავს ქვეყნის შიდა ამბებზეც, რა თქმა უნდა და დღეს წარმოგვიდგინა ახალი საფეხბურთო სტადიონის პროექტი. ამ პროექტზე ისაუბრა. ბატონმა ირაკლიმ ახალი საფეხბურთო სტადიონის პროექტზე ისაუბრა, რომლის აშენებასაც ვაზიანში დაგეგმილ აეროპორტთან აპირებენ. ახალ პროექტზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი სტადიონი დინამო არის ამორტიზებული და მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეექმნას. აქედან გამომდინარე გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებაო. კითხვაზე თუ ამორტიზებული იყო დინამო 26 მარტს საბერძნეთთან თამაში მაგალითად როგორ ჩატარდა და თუ ეს შეიძლება რატო არ შეიძლება ერთა ლიგის თამაშების ჩატარება, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არც ერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის ქვეშ. ამაზე პირადად ვარ პასუხისმგებელიო. რაც შეეხება სამომავლოდ რა იქნება ამასთან დაკავშირებით, საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას და ყველა რისკი დაზღვეული იქნებაო. ჩემი აზრით უბრალოდ ახალი საქმე გაიჩინეს ახლა ვინმე ჩინელ კონტრაქტორებს უპოვეთ და აგვიშენებენ ჩინურ სტადიონს, დავხარჯავთ ბევრ ფულს, მეტი არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ახალ სტადიონებს ვაშენებთ, მაგრამ ამდენი წელია გელათის ტაძარს ისევ ვერ ეშველა, ისე რომ როცა იწვევს არ დაიტბოროს და ფრესკები არ განადგურდეს და ბოლო დროს ვითომ რესტავრაციები მიმდინარეობდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ უფრო უარესი უქნეს გელათს. ბოლო 2 დღე წვიმდა და შესაბამისად ამ წვიმების გამო განადგურდა კონკრეტული ფრესკები. ეხლა ფოტო არის გაშვებული აქ, სადაც შეგიძლიათ იხილოთ რა სჭირს ერთ კონკრეტულ ფრესკას და რა უქნა წვიმამ. მე მგონი პრიორიტეტები არასწორად გვაქვს ზოგადად დალაგებული. ახალ სტადიონს თუ აშენებ, ჯერ მიხედე იმას, რაც თავზე გენგრევა და ზიანდება, ხო? არა რა ვიცი. ჩვენს პრემიერს მაინც ახალი სტადიონი უნდა. სასიხარულო ინფორმაციაზე გადავდივართ, რომ საქართველოში ეკონომიკა იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მტკიცებით, ბოლო 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა. საქსტატი წერს, წინასწარის შეფასებით 2024 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ მშპ 7.5%-ით გაიზარდა. ხოლო 2024 წლის პირველი 6 თვის საშუალო მაჩვენებელმა 9% განსაზღვრა. ასე გვატყუებს საქსტატი, თორე ალბათ ამჩნევთ, რომ ჩვენ ჯიბეებზე ეკონომიკის ზრდა ნამდვილად არ გვეტყობა. გადავიდეთ უცხოეთის სიახლეებზე, რა ხდება არგენტინასა და ვენესუელაში. არგენტინის ლიბერტარიანელმა პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ, რომელსაც გირჩი ძალიან გულშემატკივრობს, ვენესუელის არჩევნებში გაყალბებით გამარჯვებულ ნიკოლას მადუროს აფერისტი დიქტატორი უწოდა და განაცხადა, რომ არგენტინა არ აღიარებს მომაკვდავი სოციალიზმის საარჩევნო აფიორას. თავის მხრივ ვენესუელის კომუნისტმა დიქტატორმა ნიკოლას მადურომ არგენტინის პრეზიდენტს სამშობლოს მოღალატა და ფაშისტი უწოდა და რინგზე გამოიწვია. გადავიდეთ სპორტის ამბებზე, ბოლო 2 დღეა პარიზის ოლიმპიადაზე კარგი ამბები გვაქვს. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის медаლი მოიპოვა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პარიზის ოლიმპიადაზე პირველი медаლი მოუტანა და ასევე მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო და ის მეოთხედ ფინალშია. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, კიდევ თუ ავიღებთ მედლებს და შემდეგ ნიუსებში აუცილებლად გაგაცნობთ. და დღეისთვის ბოლოს სიახლე, რა თქმა უნდა, შეეხება ამინდს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე, ხოლო აჭარა, გურია, იმერეთის რეგიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 25-30 გრადუსი იქნება. ნავარაუდებია დასავლეთის ძლიერი ქარი. წვიმიანი ამინდს ელოდებიან დედაქალაქშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა მაინც 30 გრადუსია და მაინც ძალიან ცხელა და სინოპტიკოსების პროგნოზით მომდევნო დღეებში ნალექის ინტენსივობა შემცირდება. დღეს ასევე ალბათ 112-ის მესიჯები ბევრს მოგივიდათ, სადაც ეწერა, რომ 31 ივლის ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი და მოგვიწოდებენ სიფრთხილისკენ. დღეისთვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნიუსი თავისუფალ არხზე და YouTube-ზე გადის ყოველ დღე და შეგიძლიათ გვიყუროთ ხოლმე მე ან ჰერმანს. და სანამ დაგემშვიდობებით მოგიწოდებთ, რომ YouTube-ზე გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ და დააკომენტაროთ ჩემი ვიდეო, თუ რაიმე კითხვები გექნებათ. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.